ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომელიც შეეხება ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს, როგორ აწოდებს AI ასისტენტი მომხმარებელს ინფორმაციას ახალი ამბის შესახებ. ამ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 22-მა მედია ორგანიზაციამ, მათ შორის ასევე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მათ შეამოწმეს 4 AI ასისტენტი, იგივე ჩატბოტი, ეს არის ChatGPT, Copilot, Gemini და Perplexity AI. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, როგორი სიზუსტით გასცემდა ახალ ამბებთან დაკავშირებით პასუხს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი და როგორც კვლევაში ვკითხულობთ 45%-ის შემთხვევაში პასუხები არ იყო ზუსტი და ჰქონდა რამდენიმე სერიოზული პრობლემა. ჟურნალისტებს ჰქონდათ რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც აფასებდნენ, რამდენად იყო ზუსტი ის პასუხი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი სცემდა მათ სხვადასხვა ამბავთან დაკავშირებით. პასუხების 31%-ს ჰქონდა წყაროს მითითების სერიოზული პრობლემა, ხოლო 20%-ის შემთხვევაში პასუხები შეიცავდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ შეცდომებს. კვლევის ფარგლებში ჟურნალისტები ამოწმებდნენ რამდენიმე კრიტერიუმით პასუხებს, ეს იყო სიზუსტე, წყაროს მოძიება, კონტექსტის მიწოდება, უნარი გაარჩიოს ფაქტები ზოგადი შეფასებისგან. ყველა პასუხი შეიცავდა სულ მცირე ერთ შეცდომას, ერთ დარღვევას ამ კვლევის მიხედვით. ყველაზე ცუდი შედეგი, როგორც ვკითხულობთ კვლევაში, აჩვენა კომპანია Google-ის Gemini-მ, რომელსაც პასუხების 76%-ის შემთხვევაში ჰქონდა პრობლემა და დარღვევა იმ კრიტერიუმების, რომელიც ჰქონდათ მედია ორგანიზაციებს. Deutsche Welle იყო ერთ-ერთი ის მედია ორგანიზაცია, რომელიც იღებდა ამ კვლევაში მონაწილეობას და გამოაქვეყნა სტატია ამასთან დაკავშირებით. როგორც Deutsche Welle-ში ვკითხულობთ, 29%-ის შემთხვევაში AI ჩატბოტი ფაქტობრივ შეცდომებს უშვებდა. მაგალითად, ჩატბოტმა მოიხსენია Olaf Scholz-ი, როგორც გერმანიის კანცლერი, მაშინ, როდესაც ეს კვლევა უკვე ტარდებოდა, ეს თანამდებობა დაიკავა Friedrich Merz-მა. ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები მთელ მსოფლიოში ადამიანებისთვის თანდათანობით ხდებიან უფრო სერიოზული ინფორმაციის გამავრცელებელი საშუალება. Reuters-ის ინსტიტუტის 2025 წლის ციფრული კვლევის მიხედვით, ონლაინ ახალი ამბების მომხმარებელთა 7% ახალი ამბების მისაღებად ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს იყენებს, ხოლო 25 წლამდე ასაკის პირებში ეს მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა. ევროპის მაუწყებელთა კავშირი მოუწოდებს მთავრობებს და ასევე ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით იმუშაონ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებთან დაკავშირებით, რათა ნდობა საზოგადოების არ შეერყას კიდევ უფრო მძიმედ.